გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით. ვაგრძელებთ მე და ჯანელა სოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორიას. Просто გიორგი აგრძელებს, მე ვუსმენ თქვენთან ერთად, ოღონდ თქვენგან განსხვავებით მე ჩავეკითხები. ესე იგი, გავიგეთ და ვისწავლეთ როგორ შეიქმნა ფეხბურთი და როგორ მოვიდა პირველ მსოფლიო ჩემპიონატამდე. ზერელეთ რა თქმა უნდა. ეხლა რომ მკითხო, აი შეიძლება ვერც გიპასუხო, რა ვისწავლეთ. აი ზერელეთ მახსოვს რაღაცები. რა მოხდა პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე? ჯერ რატო ურუგვაიში? იმიტომ რომ ურუგვაი იმ დროს მაგარი იყო. ასე დავამთავრეთ ჩვენ წინა ეპიზოდი. ხო. მაგრამ უნდა კი ურუგვაის ხელისუფლებას რომ ჩაატაროს ჩემპიონატი. კარგი კითხვა. ეს ფეხბურთი რაღაცნაირი მოვლენა, ქვემოდან წამოსული მოვლენა. ეს არ არის ზემოდან ნაკარნახევი და ან უნდა ან არა. ხო. აღმოჩნდა რომ უნდა და ემთხვა იმათ საბედნიეროდ ფეხბურთის და საბედნიეროდ ურუგვაის. ურუგვაის ამ დროს აქ იუბილე 100 წლის დამოუკიდებლობის და ცოტა ესეთი ლიბერალური ის არის ძალა ხელისუფლებაში. არიან კონსერვატორებიც ქვეყანაში და მინდის დაპირისპირება და გონი ვთქვი 50 გადატრიალება იყო იმას წელიწადში, მაგრამ ამ დროს სტაბილურობაა მეტნაკლებად და თვითონ ურუგვაელებს ესეთი გაგება ურუგვაელი ვარ, ცოტა ბუნდოვანია სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ურუგვაიშიც. და ხელისუფლებამ დაინახა ამაში რაღაცა იდეა, რომ თუ ჩვენ ფეხბურთში ორი ოლიმპიადა მოვიგეთ და ეხლა მსოფლიოს უმასპინძლებთ და იმასაც მოვიგებთ, ის მაინც გვექნება, რომ გვაერთიანებს ის ფეხბურთს ჩვენს მაგას. მე ვარ ურუგვაი. ვივა ურუგვაი. იმათ სლოგანი ეგ იყო. ხო. ახლოს მიხვედი, მაგრამ ახლოს მე ჩვენი სლოგანი გადავთარგმნი. ხო. მე ვარ ურუგვაი, კი ბატონო, ეგ უნდათ. ხო. და თქვა ეს რომ ყველას ფულს ჩვენმა მივცემთ რა მგზავრობის. აქ ჩვენ მოგხედავთ, ოღონდ ჩამოდით. მაგრამ ეს ოღონდ ჩამოდით არ არის მარტივი საქმე. ურუგვაიში 1930 წელს თვითფრინავები ჯერ ესე იმაზე ვერ დაფრინავენ. ოკეანეზე და უნდა წახვიდე გემით. მაშინვე უარი თქვა ინდოეთმა. და არა მარტო ევროპის უმრავლესობამ და ეს პრეზიდენტი ჟიულ რიმე ძალიან მოწყენილი იყო. იმიტომ რომ მის ავტორიტეტსაც ურტყამდა ხა ფიფას პრეზიდენტი ხარ და 4 გუნდზე მეტი ვერ მიყავს ევროპიდან და 3 მასთან ერთად გემზე მიდიოდა, ერთად მიდიოდა. ხო, ეგ უნდა მეთქვა რომ ხო ის უნდა ყოფილიყო რა. რა, აქ შევიკრიბოთ და დავაწვევთ. ხო. 3 შეიკრიბნენ. ვინები? საფრანგეთი, ხო, ბელგია და რუმინეთი. და 4 მსაჯი. აქედან ერთი თან რუმინეთის მწვრთნელია. და ამას ჩანთაში უდევს 100, რაც უნდა გაათამაშოს ამ ჟიულ რიმეს. თვითონ გააკეთებინა ეს 100 და ჩანთაში უდევს რომ არ მოპარონ ახლა 30 წელია და გემზე რა წესებია და იქ საერთაშორისო იქ წყლებში მეკობრე არ გამოჩნდეს და რაღაცები რა იცი. და დამალულია აქ. რა მსოფლიო ჩემპიონატის თას მეკობრის საფრთხე ქონდა? თეორიულად ეხაცა აქ რა იცი რა იმით მიგაკ მარშრუტით გააჩნია. მოკლედ ერთი გემით წავიდნენ, მაგრამ ეს მაინც მოწყენილია, იმიტომ რომ 16 გუნდს მაინც ვარაუდობდა, მაგრამ არ გამოდის. ხო, ევროპიდან სულ 4 გუნდი მოგროვდა, აქედან 3 კი მიყვება და მე-4 ან ჩამოვა ან მაინც ხო იცი ჯვიგა. ხო. მე-4 ჩამოვიდა იუგოსლავია სხვა გემით. ისინიც მარსელიდან გავიდნენ. მაგ გემზე უნდა ყოფილიყო ეგვიპტის ნაკრები. ხო. ისინი წამოვიდნენ გემით. ეგვიპტელები და შტორმში მოყვნენ და დააგვიანეს ამ საზაფხულო საკრუიზო გემზე და რომ დააგვიანეს გემი არ დაელოდა და წავიდა და ისინი წავიდნენ უკან. ფორმებით ბურთებით წავიდნენ და წამოვიდნენ. ხო. ამ დროს აფრიკას და აზიას ჯამში აქვთ ერთი საგზური. რომელიც ვერ გამოიყენეს.
ხდება კითხვა რატო აქვს ერთი საგზური. ხო. გაგიჩნდება ალბათ კი. გამიჩნდა, მაგრამ დამასწრე. აი შენ რამდენი წარმოგიდგენ, რამდენი იქნებოდა ოპტიმალური? 2. აზია და აფრიკა. ხდება კითხვა, რამდენი ქვეყანაა ამ დროს აფრიკაში სულ? ქვეყანა? ხო. უი. 2. ეგვიპტე და დანარჩენი. ეგვიპტე არ არის. აბა, ეთიოპია და დანარჩენი. ლიბერია. დანარჩენი? დანარჩენი კოლონიები სამყაროა რა, ან იტალიას ეკუთვნის, ან საფრანგეთს, ან პორტუგალიას, ან ბელგიას ერთი კონგო და ან ინგლისს. ეს ნახევრად თავისუფლები არიან სამხრეთ აფრიკა და ეგვიპტე. და ეგვიპტე მისარგებლა და ცადა წასვლა, მაგრამ ვერ ჩაასწრო. ხო, მაგრამ აზიას ხო აზიამ რო გაიგო რომ ურუგვაიში ტარდება, უკვე გამორიცხულია. იმიტომ რომ გაიგო იმ დღესვე რო გასულიყო, შეიძლება ეს. ხო. ესეთი პრობლემები, მაგრამ ადრე მაინც გეთქვათ. იყო მიზეზი, ხო? ხო, მე ამაზე ვარ, ეს პრობლემაც იქნება, მე ერთ-ერთ ჩემპიონატ ჩილეში ტარდება. და იქ ერთ-ერთმა ჩილელმა ჟურნალისტმა მოსწრებულად თქვა, ეს არა მარტო ევროპისგან არის შორსო ჩვენი ქვეყანა, ამერიკის კონტინენტისგანაც კი შორს ვარ. მაგრამ ურუგვაი აქეთა სანაპიროა, კემაინც და ჩავიდნენ. ამ ურუგვაის ხელისუფლებამ ეს კი გადაიხადა. ხო, უზრუნველყო. ამ გუნდების მიღება და რაღაცა, მაგრამ სტადიონებზე ცოტა გაუჭირდა, იმიტომ რომ ამ დროს დიდი დეპრესია უკვე დაწყებული 29-ში დაიწყო და იქ გავლენა აქ ამერიკულ გადაედო და რაღაც სტადიონი ვერ მოსჩნენ. თავარი სადაც უნდა ჩატარებულიყო და რაღაც ისეთ სტადიონებზე ჩატარდა ალახში და ისეთ, იმიტომ რომ ჩემპიონი გახდა ურუგვაი და ერთმანეთს ეხულდებოდნენ და ბედნიერები წაიქცნენ, ალახში ჩავარდნენ. ეს კადრები არსებობს. წავიდნენ ევროპიდან 3 ქვეყანა, ეხლა ვინ არის ამ გუნდებში? რუმინეთის შემადგენლობა დაასახელა მეფემ. ესე მე ვარ გაგიშვებთ თუ მე არ ვიტყვი. ჭკუაზე აწახვალთო და რა ხალხის თვითონ მოწონდა ჩაწერა შიგნით და მწვრთნელი ვინც ყავდა ის თან მსაჯიცია. ხო. ეს თავიდანვე ფიფამ ესენა ლაპარაკა, იმიტომ ესეთი მსაჯირო დაარწმუნა ურუგვაიში წამომყევი მაშინ ცოტა ისა. სავარაუდოდ საჭ ალბათ მაშინაც აგინებდნენ, ხო? რა თქმა უნდა ეს. ხო, წამოდი ურუგვაიში გაგინოთ და უკან დავბრუნდი. იქ ურუგვაიში რა დაემართება ფინალის მსაჯს მივალთ მაგან. უი. საფრანგეთის ნაკრებს არ გაყვა მწვრთნელი და კაპიტანი. მწვრთნელი და კაპიტანი? კაპიტანი, ხო. მწვრთნელმა თქვა რომ მე ოკეი, ძალიან მეყვარხართო და მაგრამ ურუგვაი რაშუაში არის. მე რაშუაში ვარ ურუგვაისთან. ნუ კაპიტანმა საქმე მაქვს, რაღაც მაღაზია ქონდა თავისი თუ რაღაცა დარჩა. ამ კაპიტანს მერე ცუდი დღე ელოდება იქ. რაღაც მაქინაციებზე დააპატიმრებენ, მერე გერმანია რო დაიპყრობს გამოუშვებენ, ეს იმის მხარეს არის, რა ქვია, ოკუპანტების მხარეს და სადამსჯელო ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას და მე გერმანიამ როცა აგომი ეს დახვრიტეს ფრანგებმავე. რაღაცა კინოებს მიყვებინენ. ეს კინოა, ფეხბურთი არის კინო. ჩემი Netflix-ი. ეს საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა მე დაწერა წიგნი, თუ მემუარები თუ გაზეთში დაწერა, რომ მაგარი განწყობა იყო ამ გემზეო რა. ხო, 3 ნაკრების და სხვაებიც მიდიან რა. ხო, ჩარტერული რეისი არა. და დილი ძალიან ადრე ვარჯიშობდით ჩუმად რა. გემზე, ხო, სანამ დანარჩენები გაიღვიძებდნენ, ხელი არ შეშლა. რამე ტაქტიკაო, სიტყვა ტაქტიკაო, მე ისე და 30 წლის ჩემპიონატიდან ისე წამოვედი უკან, არც ვიცოდი რას ნიშნავდა. თამწვრთნელი არ ყავთ. მწვრთნელი ყავთ, მაგრამ არ წაყოლიათ. თავის ჭკუაზე არიან და მანამდე შედეგებ ხო გითხარი 17-1 აქვს დანიასთან წაგებული ცოტა ხნით არის. რუმინეთზე გითხარი ის მეფე. რუმინეთს მაგარი დაემართა იქ ჯგუფიდან რო გავიდა და უკან წამოვიდნენ გემით, აიზენ ბახერი ყავდათ ერთი. არა რუმინული წარმოშობის. მაგრამ ხო ეს რუმინეთი ავსტრია-უნგრეთის მომძვრალი ქვეყანა იყო ახალი და იქ ავსტრიული ისინი იყო.
ხო და მოეწონა ვიღაც გოგო გემზე უკან ხო და რო ეცეკვა ხო გეუბნები კინოებს ხო ეხლა სხვა კინოზე გადავი სიყვარულზეა ამ გოგოს რო ეცეკვა ის არის რა გემბანზე ცეკვან ხარია ცოტა ის არის რა გაცივების საფრთხეა და ისე მოეწონა რომ არ უნდოდა რომ სხვასთან ეცეკვა ამ გოგოს და ძალიან დიდხანს ეცეკვა და გაცივდა და ჩავიდნენ გენუაში კვდებოდა ყველას ეგონა რომ მოკვდა რა ანუ მაგრა გაცივდა ხო რა უკანასკნელ დღეში იყო და დატოვეს საავადმყოფოში გენუაში ხო მე მგონი და თვითონ წავიდნენ რუმინეთში ხო და დედამის ჩაუტანეს ამბავი რომ ეს გაციებულია გენუაში ან გადარჩება გენუაში დავტოვეთ ახალებდა ხო და დედამისმა გამოიტირა ესა და გადარჩა ის ჩავიდა და მე მაგრამ რაღაცა დაუტოვა ეგ ხდება არაფერი არ დაუტოვა მე ოლიმპიადაზე გამოვიდა იმას ფიგურულ სრიალში გაკაშდა ხო მართლა ამბო ხო წვილებში გამოვიდა უკვე სხვა გოგოსთან. აუ იმ გოგოსთან ერთად უნდა გამოსულიყო და რა მაგარი კინოა. არა ის ბრაზილიელი გოგო იყო. ის გოგო არ დარჩა იქ კინოაში არ დაადგა თავზე? არა ისიც გაცივდა სავარაუდოდ. ესეთი ამბები იყო მაგას. აი ეგ რუმინეთი ხო ნაკრების ამ. ისა ბელგიაში იყო რომ საინტერესო. ბელგიაზე არაფერი არ ვიცით მაინდა-მაინც აი როგორც იცარ ვიცი თვითონ არ იცოდნენ უბრალოდ რომ მედლები ქონდათ ოლიმპიური ესე წავიდა უბრალოდ ამას რაღაც ავტორიტეტი ქონდა ცოტა ხანი თუ გინდა ჟიულ იმეზე ვილაპარაკო ვინ იყო და ფიფას კაცი ეს იყო სოფლელი კაცი რომელიც იურისტი გახდა და განსხვავებით იმის ისიც ხო ფრანგი იყო კუბერტენი ხო და ის ვერ იტანდა ამ პროფესიულ სპორტს და ამას უკვე ხედვა ქონდა რომ ფეხბურთში პროფესიონალიზმი ფეხბურთს წინწაწერდა და იმას ეს ფეხებზე ეკიდა და ერთი მიზეზი ეგეც იყო რომ ესენი მოშორდნენ ოლიმპიადას ხო და რაღაც ავტორიტეტი ქონდა მაგრამ არც იმდენი რომ 4 ქვეყანას ეყო ერთ თავისას და ეს 3 დაკერა ხო და იმათმა დააგვიანეს ეგვიპტე ხო იმათ ხა შტორმია რასიზმი ხო მაშინ ტრანსპორტის პირობებში. იქ ბევრი ფარსი იყო რა ამ ჩემპიონატზე პენალტებს არასწორი ადგილიდან ურტყამდნენ. ანუ არასწორი 10-დან თუ 12-დან. ხან ისე ხანა ვისაც როგორ უყვარდა და შეიძლება ცოტა გვერდიდანაც? კი, იყო ეგეთი ეს პოლიცია შერბოდა. ზოგიერთ ფეხბურთელის გვარი არ ვიცით გოლი ვინ გაიტანა რაღაც თამაშებში. არგენტინა რო ჩავიდა რაღაცა ვილა იქირავეს და ვარჯიში უნდა და ეზოშივე და მეზობლისგან იქირავეს საკათმე და საკათმეში ვარჯიშობდნენ. თუ დაუვიზდნენ. სადაც კათმები შედიოდნენ? ხო. იქ უნდა შეეგდო? ხო, რო რაღაცა მიზანში ევარჯიშე. კიდე რა ხდებოდა? ნუ ის იყო რა, მან ხო ის არის, ზამთარია მაგ დროს. ხო. ერთ თამაშს წინ მოთოვა და ტალახში იყო მთელი თამაში და 0-0 დამთავრდა შესაბამისად და ბელგიელები წერდნენ რომ ეს არის ცივი წყალი, ცხელი წყალი არ იყო სასტუმროში. რატო ელოდა, რატო ეგონათ რომ იქნებოდა? არც არავინ არ წესო თბილი წყალი გქონდა. ზამთარია თან. ხო და ნუ ასე იყო თუ ისე ურუგვაი მივიდა კარგად ნახევარფინალი არგენტინამაც და ურუგვაიმაც მოიგეს 6-1 ან დანარჩენებს ძალიან აღემატებოდა მექსიკა ჩავიდა მექსიკაზე ის ვიცით რომ გემით ჩავიდნენ ეგენის და მეკარე დააყოვნეს კაი ხანი საზღვარზე იმიტომ რომ ყველა საბუთი ამან შეავსო წერა კითხვა ემარტო ამან იცოდა მექსიკა მეკარე ხო ხოდა შეიძლება უკეთესი მეკარე წავდათ ქვეყანაში ამან გაიმარჯვა იმიტომ რომ წერა კითხვა იცოდა ხოდა ნუ ჩატარდა ეს ფინალი და მოიგო ისე ურუგვაი 4-2 და არის იმიდა რაღაცა განცდა უკვე ურუგვაიში გაჩნდა რომ მაგრები ვართ ნუ ფეხბურთი ჩვენი სპორტია მართლა მაგრები არიან იმიტომ ორი ოლიმპიადა და მიაბეს მსოფლიო ჩემპიონატ მე 50 კიდე მოიგებენ და 4 ვარსკვლავს მაგიტომაც ატარებენ ისინი თვლიან რომ ის ოლიმპიადები თანაბრდება და არის მაგაში სიმართლე იმიტომ რომ მაშინ მსოფლიო ჩემპიონატი არ იყო და ესენი კაი გუნდები თამაშობდნენ მათ ასე ჩატარდა ეს
34 წლის 30 წლის ბოდიში მსოფლიო ჩემპიონატი და შემდეგი მოითხოვა უკვე ფაშისტურმა იტალიამ. მუსოლინიმ იმანაც თქვა რომ მე გადაგიხდითო სტადიონებს ავაშენებო ესავისაო და თან ეხლა თვითონ მაინდა-მაინც ფეხბურთის ფანი არისო. მაგრამ ეშინოდა ავსტრიის რა. მანამდე წააგეს სამხანაგო. ხო და იმათ ზენდელა რიყავდათ თავდამსხმელი. და რამე მოუხერხეთ იმასო და რაღაც ჯერ არ შემოშვება არ უნდათ რა. მანიპულაციები მიდიოდა რა. ხო და ააშენა სტადიონები მწვრთნელად მოიწვიეს პოცო ეს განათლებული კაცი იყო რაღაც რამდენიმე ენა იცოდა ჯერ გერმანიაში მარტო განათლებული იყო მაგიტომ არის ეთქვი ხა როგორი კაცი იყო გერმანიაში კარგი ოჯახიდან იყო მდიდარი გერმანიაში ისწავლა მე ინგლისში წავიდა ის სწავლის გასაგრძელებად იქ მოეწონა ფეხბურთი შეუყვარდა და ისე შეუყვარდა რომ უკან აღარ ჩადიოდა იტალიაში და სახლიდან მოატყუეს შენი დისკორწილიაო და ჩამოდიო და ჩაიყვანეს და აღარ უშვებდა. ხო და მე სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე იტალიის ნაკრებს ახლდა არა როგორც მოთამაშე, როგორც ფუნქციონერი და მე ტურინში გადავიდა თან ქარხანაში მუშაობდა თან იქ ფეხბურთის მწვრთნელი იყო ისა და რაღაც მომენტში გაახსენდათ ეს ჭირდებაო. და დანიშნეს. ოღონდ დაავალეს რომ მხოლოდ ფაშისტური პარტიის წევრები უნდა თამაშობდნენ ნაკრებში. ამან ისედაც ეგეთ სამი კაცი იყო, ვინც არ იყო პარტიის წევრი და ამან თქვა მე მეცი თუ პატივიო, ხო უხელფასოდ მუშაობ, ავტორიტეტი ჰქონდა პოცოს, იმ უხელფასოდ მუშაობდა და რაღაც პრესა მხარს უჭერდა და რაღაცა და სამი კაცი ყავდა ისეთი, ვინც არ იყო პარტიის წევრი. თან რაღაცნაირად ორი ისეთი კაცი ყავდა, რომელიც არგენტინის ნაკრებში იყო მანამდე. 22 უმდებს ეძახდნენ მაგას რა რახან ურუგვაი და არგენტინა აწილობრივ აქედან წასული ხალხი იყო. შესაბამისად მე აქ ფული რო გაჩნდა პროფესიული ფეხბურთი იქიდან ვიღაცებს წამოვიდნენ. იმათ შეზიზღდათ, მაგრამ ამათ შეუყვარდათ. ამ პერიოდში ხდება ეს და მე უკვე ეს ფაშისტები რო ეთიოპიას დაიპყრობენ და ამათ ჯარში გაიწვევენ, ისინი უკან წავლეს უკან ისე და უკვე ამათ შეზიზღდება და ისინი მიიღებენ. ისინი რა ზოგს მიიღებენ ზოგს არა. ხო და რაღაც სტადიონები ააშენეს და სულ ამ პარტიის წევრების სახელები ერქვა რა, ერთი ხიდიდან გადააგდეს ვიღაცა და ის ბოლონიაში იმის სახელობის სტადიონი იყო, ამისი თავარ სტადიონს პაოპიდან პარტიის სახელობის იყო და მოკლედ ის იყო რა, შემარცხვენელი კაცი იყო რაღაცნაირი ეს მუსოლინი და თან ეს ითხოვდა რომ გუნდი იმით გამოსულიყო ფაშისტური მისალმებით. არა მარტო მაგ ჩემპიონატზე, შემდეგზეც, როცა იტალიაში აღარ ტარდებოდა. და მოკლედ ამ პოცომ შეაგროვა რაღაც ხალხი, იტალიელები. იტალიაში ამ დროს პოპულარულია რა, უკვე ფეხბურთი. პლუს დაიმატეს არგენტინელები, ურუგვაელები, ამ დრო აქვთ მოსამზადებლად და მოიწვიეს სხვა ქვეყნები. სანამ გააგრძელებ ის რომ მითხარი დაიმახსოვრეო და მოგიყვებიო ფინალის მსაჯზე. 30. ხო, აი შენ რო თქვი ბელგიამ რას მიაღწიაო. ხო. ფინალში ყავდათ მსაჯი. ბელგიელი ლანგენუსი, ხო. და ძალიან შეშინებული იყო, იმიტომ რომ ურუგვაელებისგან იმას ზეწოლას გრძნობდა და მოითხოვა წინასწარ რომ ევაკუაციის გეგმაო მაჩვენებო. და ჩვენეს რა აი აქიდან გაგიყვანთ ამ ქუჩით მე გემს ჩაგვსვამთ მე სტადიონიდან კი არა ქვეყნიდან ევაკუაციის გეგმა. ხო. პრინციპში შორს არ არის პატარა ქვეყანა რო. ფინალის წინ ორივე გუნდმა მოითხოვა რომ ეს ჩვენი ბურთით გვინდა თამაში. ჩვენი რა არგენტინელებს შოტლანდიური ბურთით უნდათ და ამათ ინგლისური ბურთით.
ხო და საჯმა იფიქრა და მოდი ერთი ტაიმია იმ ბურთით. ორაჟი შინებული კაცი იყო. გული დამეწვა ეხლა. ურუგვაიშია ის უპატრონებს რა. ხო. ეს თვითონ პრეზიდენტი იმით არის ჩანთაში უდევს თასი რო არ მოიპარო. არა გადარჩა ალბათ, ხო? კი, ურუგვაი მოიგო და გადარჩა კი არა, ეს ხარზე ხელი მოუთათუნეს და ისე გაუშვეს. მაგრამ ვართ ეხა ისე პოცო რო შემანალობას აკრუებს. ორი უნდები ხო დაიმატა. ვიღაცა 40 წლის გალოთებული ფეხბურთელი იყო ფერარა თუ ფერეირა ტორინოსი. 40 ხერს ეწეოდა დღეში ჟურნალისტები. ეგ იპოვა პაბში მთვრალი და უთხრა რომ ჭირდები მსოფლიო ჩემპიონატის. აუ ეგეც ისეთი არის, ნიკო. ფილმებში რო არის რა რაღაც მაგარ გუნდს ვაგროვებენ და ფერმაში მიდიან პაბში ვიღაც ლოცნახულობენ. ქვის მთლელს. ვიღაცებ მოაბრუნა ზოგს მაღაზია და აკეტინა და ზოგს ესა და პირველი მერცხალის. ხო, პირველი მერცხალი აღარ შორს მივდიო. ხო, ავსტრია როგორც იქნა ჩარჩა ნახევარფინალში და გერმანიას ხვდებოდა მესამე ადგილისთვის. და აქ ჩაგეკითხები. აბა, აქ რუმინეთი არისო? ანუ მეფის ტაქტიკა არ გამართლა. არ ვიცი. მან ეთყობა არ გამართლა. რუმინეთი მან თუ იყო არაფრით არ გამოირჩეოდა. და მეორე კითხვა. ეგვიპტელებმა რა ქნეს? არც ეგ არ ვიცი, მაგრამ მან ჩავიდოდნენ. ხო. თუ მიიწვიეს, მაგრამ მან უკვე ის არის მუსოლინის უკვე აქვს პრეტენზიები ეთიოპიაზე და ეს ეგვიპტეში ეს როგორ ესმით ეს არ ზუსტად არ შეიძლება მაგიტო არ ჩავიდა. ხო. მესამე ადგილში თამაში ორივე გუნდმა თქვა თეთრი ფერით უნდა ვითამაშოთ. არ გვაინტერესებს. ვინები იყვნენ ესენი? გერმანია და ავსტრია. აუ. ეს თეთრი ფერი ის ითვლებოდა რა ჯერ 50-იან წლებამდე თეთრი ფერი ითვლებოდა იმათ. კარტონად. ხო. მერე ბრაზილიას თეთრი ფერი ეცვა როცა აგეს 50 ფინალში. და თქვეს ჩვენ თეთრი ჩამსვლელები აღარა ვართო? და იქ ბრაზილიაში საერთოდ როცა აგებენ იქნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ეგეთი რაღაცეები და მიზეზებში ერთ-ერთი ეწერა თეთრი ფერი უეცვა. მაგითა წავაკეთო და მაშინ გამოცხადა კონკურსი და ეხლა რაც აწვია 50-ში ვიღაც 16 წლის ბავშვმა თუ 17 წლის ბავშვმა შექმნა ეგ ფორმა. ხო. რომელიც ამ ფინალს საერთოდ არ უყურებდა. ურუგვაის საზღვართან ცხოვრობდა, გადასული იყო კინოს საყურებლად. და კინოს რო უყურებდა, შუაში გაწყვიტეს ფილმი, ვიღაცა შემოვიდა და თქვა რომ სოფლიო ჩემპიონები გავხდით და ბრაზილიას მოუგებდა. უკან რო დაბრუნდა, გაზეთში წაიკითხა რომ ეს ფორმის ამბავი და დახატა ის ყვითელი ფერი და კობალტის ფერი ისა და შორტები და მწვანე ელემენტებით და დამტკიცდა ეგ და იმის მერ ბრაზილია. კაი, ხო შენ ძალიან გადახდი. ხო, არა, მე იმიდან დავიწყე ეს თეთრ ფერს ამხედა მნიშვნელობა. ხო და საჯმა მოიფიქრა ეგეთი რაღაც. ესეთი რამე არც მანამდე არც მე არ მოხდა. ორივე დააწყებინა თეთრი ფორმით. მესამე წუთზე გაუტანა გერმანიამ გოლი. და მივიდა საჯი და ეხა ხო იგებთო და წადით გამოისვა. და წავიდნენ და გამოიცვალა. ვაუ. და მოიგო გერმანიამ? ეგ თამაში გონი გერმანიამ მოიგო, მაგრამ ფინალი იყო მთავარი, სადაც საჯი შვედი იყო, მე მგონი ჯერ ავიდა მუსოლინის. ამბორა. თამაშამდე? თამაშის წინ ყველა უყურებდა მთელი სტადიონი და ნუ ჯერ ტელევიზია არ არის, მთელი სამყარო ვერა, მაგრამ უკვე არ ეს სიამოვნად. ჩეხოსლოვაკიას მინიმუმ არ ეს სიამოვნად. და ნუ კაი გუნდი ყავდა რა იტალიას იმდენად კაი რომ მე უკვე საფრანგეთში ეგენი მოიგებდა. და მეორე ჩემპიონი ესე გახდა იტალია და ითვლება რომ რაღაცნაირად ფეხბურთის მისაკუთრებას ცადა იმან. მუსოლინი ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროპაგანდისტულად გამოიყენეს ფეხბურთი. ურუგვაიმაც გამოიყენა, მაგრამ ურუგვაი თავს არ ესხმოდა არავის და ეს ამის მერე ეთიოპიაში შევარდა, მერე თელი თავგადასავალი ჰქონდა
არა სასიამოვნო, ხო. ესე ჩაიარა 24 წლის ჩემპიონატმა და უკვე ყავს 2 ჩემპიონი და 2-ვე მასპინძე. ხო. და თან იტალია პირველი ევროპული ქვეყანა და აქვე გადაწყდა რომ შემდეგი ჩემპიონატი ჩავატაროთ საფრანგეთშიო 38-ში. ოღონდ ამას წინ უძღვის ერთი ძალიან სარისკო ღონისძიება 36 წლის ბერლინის ოლიმპიადა, რომელიც ჰიტლერმა უნდა მიიღოს. აქ გავჩერდით. კარგი.